სალონიკი საბერძნეთის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი ცნობილი იყო საგზაო ხერგილებითა და დაბინძურებული ჰაერით. ეს მდგომარეობა 2024 წლის ბოლოს შეიცვალა, როდესაც ქალაქში მეტროს პირველი ხაზი ამოქმედდა, რომელმაც სრულად გარდაქმნა ამ ქალაქის მოსახლეობის ცხოვრება. მე პირადად ყოველდღე დავდივარ მეტროთი, რათა ქალაქის ცენტრში მოვხვდე. ძალიან დიდ დროს ვიგებ. მეტრო სალონიკელების ჯანმრთელობისთვისაც კარგია. უკვე ვგრძნობთ, რომ ჰაერი სრულიად შეიცვალა. მეტროს მთავარი ხაზი 10 კილომეტრია და 13 მეტრო სადგურისგან შედგება. ხაზზე კი უპილოტო მატარებლები მოძრაობენ. მეტრო სრულად ავტომატიზებულია და საათში თითოეული მიმართულებით 20,000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მეტრო მთლიანად საოპერაციო კონტროლის ცენტრიდან იმართება, სადაც რკინიგზის ქსელს მუდმივად უწევენ მონიტორინგს. ოპერატორები ამბობენ, რომ ეს სისტემა მოქნილიცაა და უსაფრთხოც. მგზავრები კი მიიჩნევენ, რომ მატარებლებს კომპიუტერები მართავენ და არა ადამიანები. თავიდან იმ მატარებლით მგზავრობას, რომელსაც ადამიანი არ მართავს, გარკვეული ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო, რომ მგზავრები ძირითადად ძალიან დადებითად აფასებენ ამ სიახლეს. თვიდან თვემდე იზრდება მგზავრთა რიცხვი. მინდა დავამტკიცოთ მთავრობას და ბერძენ ხალხს, რომ ეს სისტემა რეალურად მუშაობს და სანდოა, რომ ძალიან უსაფრთხოა და მომავალი მას ეკუთვნის. მაგრამ მომავლის მეტროს მშენებლობა გათხრების გამო წარსულსაც შეეხო. სალონიკში მიწის ქვეშ უამრავი არქეოლოგიური ძეგლია, რომლებიც ახლა ზოგიერთ მეტროს სადგურშია გამოფენილი. ამ ანტიკური მემკვიდრეობის დაცვა საკმაოდ ძვირი დაჯდა. მათი აღმოჩენის დროს ფერხდებოდა მშენებლობა. პროექტის ბიუჯეტი კი პრობლემის წინაშე დგებოდა. მშენებლობას 18 წელი დასჭირდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდ სირთულეებს წავაწყდით. გაგვიმართლა, რომ მუდმივად მხარში გვედგა ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომლებიც ჩვენს პროექტს უწყვეტ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ. მეტროს მშენებლობის პროექტის საბოლოო ღირებულება 3 მილიარდ ევრომდე ავიდა, რომელიც ნაწილობრივ ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამითა და ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხებით დაფინანსდა. პირველი 13 მეტროს სადგური მხოლოდ დასაწყისია. მეტროს ძირითადი ხაზი ქალაქის მეტ გარეუბნამდე უნდა მივიდეს, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებას. ამავდროულად, მიწისქვეშა მუზეუმებსა და გალერეებში დამთვალიერებლების რაოდენობის მატებას. სალონიკის მეტრომ ნამდვილად გააუმჯობესა ჩვენი ცხოვრების ხარისხი და ჩვენი ქალაქი უფრო თანამედროვე ქალაქად აქცია.